გამოდიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი ექსპერტები, სამხედრო ექსპერტები, პოლიტოლოგები და ვიღაცეები და ზიან და ღია ეთერებში საათობით ამტკიცებენ იმას, რომ თურმე უკრაინაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ის ტერიტორიები, რაც უკვე დაკარგა უკრაინამ, ეს თურმე ზღვაში წვეთია, 20% თურმე მერერა და აი ესე ცდილობენ, რომ ეს უკრაინის თემა რაღაცნაირად გააუბრალონ და საზოგადოებას ისეთი წარმოდგენა შეუქმნან, რომ თურმე უკრაინაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და მერერა. და ყველაზე მთავარი არგუმენტი და ეს რაღაცა სიამაყის ფეიერვერკი არის ის, რომ პუტინმა სამ დღეში ვერ აიღო კიევი და აი ამას მოკლედ ებღაუჭებიან და აი ამაზე მერე აგებენ რაღაცა სისულელეებს. რეალურად რაც ხდება, ყველამ კარგად ვიცით, ვისაც შეგვიძლია რომ ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები და 5 ოლქზე არის საუბარი, 5 ოლქი, რომელიც არის უკრაინის ტერიტორიები, პუტინმა კონსტიტუციით, რუსეთის კონსტიტუციით შეიყვანა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და ეს 5 ოლქი არის 5 საქართველოს ხელა ტერიტორიულად რო შევადაროთ. 5 საქართველო თუ არ გამოვა, 4 საქართველოს ხელა უეჭველად იქნება და თუ ვინმე ამაში ეჭვეპარება, გახსენით რუკები და დახედეთ. და ნახავთ რამ ხელა ოლქებზე არის აქ საუბარი და ასევე აი ამ ტერიტორიებზე არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თავმოყრილი სხვადასხვა ბუნებრივი რესურსები. გარდა ამისა, მილიონობით დასახიჩრებული ადამიანი, მილიონობით გაუბედურებული ოჯახები, მილიონობით დაინვალიდებულები, მილიონამდეა მე მგონი უკვე მსხვერპლი ასული უკრაინის მხრიდან და რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო აჭარბებს, როგორც იძახიან ამას და გაურკვეველი მომავალი კიდე რომ კაცმა არ იცის წინ რა ელოდება უკრაინის სახელმწიფოს და რა ფორმით გააგრძელებს ამ ომის შემდეგ ფუნქციონირებას როგორც სახელმწიფო. და აი ამ ყველაფერს ეს ნაბოზრები ისე აუბრალოებენ, რომ თურმე არაფერი არ ხდება და მერე რა. მე პირადად არ მიკვირს ეს ამბავი, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აი ამათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდა და ღიად საჯაროდ აცხადებდა, რომ მერე რა მოხდაო, რაღაცა ქვების გროვა 5 სოფელიო წაიღესო და მერე რა მოხდაო. გაიხსენეთ, მოიძიეთ ეს ინფორმაცია და ნახეთ. და ნახავთ, რომ არ ვიტყუები არაფერს და არც არაფერს არ ვაჭარბებ და ზუსტად აი ესე ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგულ ტერიტორიებზე და მოიხსენიებდა რაღაცა ქვების გროვად რაღაცა 5 სოფელს. აი ეგ არის მაგათი ჭეშმარიტი სახელი. და სხვათა შორის ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს რაღაცა ქვების გროვა არის იმაზე 15 ჯერ და 20 ჯერ დიდი ტერიტორია, ვიდრე 2008 წლის ომამდე აკონტროლებდნენ ოსები და რუსები. და არც ამას არ ვაჭარბებ და ესაც ძალიან მარტივად გადასამოწმებელი ამბავია. 2008 წლის ომამდე რა ტერიტორიასაც აკონტროლებდნენ ოსები და რუსები, 2008 წლის ომის შემდეგ დაახლოებით 15-20 ჯერ მეტ ტერიტორიას აკონტროლებენ. და ასევე კოდორის ხეობაც, ხო, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული თვალსაზრისით ხეობა უბრალოდ ისე ერთი ტყვის გასროლის გარეშე გადასცეს აფხაზებს და რუსებს, მიართვეს ლანგარით და დოკუმენტაციაც ისე მოაწესრიგეს, რომ შეიყვანეს აფხაზეთის შემადგენლობაში და აი ამაზეც მაშინ გამოდიოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხარდამჭერები და თანაგუნდელები და იძახდნენ, რომ მერე რა მოხდა, რაღაცა ქვების გროვა წაიღეს თურმე ოსევლაო. ეს დამოკიდებულება
ამ ადამიანების მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან ან უბრალოდ რეგვენები და დებილები და აზრი არ არიან საერთოდ არაფრის, ან იმაზე, რომ ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს, ძალიან კარგად იაზრებენ ყველაფერს, მაგრამ რასაც პატრონები ავალებენ, იმას ლაპარაკობენ და მე აი ამ მეორე ვარიანტს უფრო ვემხრობი და მგონია, რომ ძალიან კარგად ხვდებიან სინამდვილეში ყველაფერს, რა უბედურებაც დამართეს უკრაინის სახელმწიფოს, მაგრამ თავისი პატრონებისგან აქვთ მიღებული დავალება, რომ ისეთი რაღაცები ილაპარაკონ, რომ ადამიანებს ისეთი წარმოდგენა შეუქმნან, რომ თურმე უკრაინაში არაფერი განსაკუთრებული უბედურება არ ხდება და ყველაფერი კარგად არის. ეს არის აი ამ აგენტურის საქმიანობის ძირითადი მიმართულება, რომ გამოვიდნენ, იჯდნენ ეთერებში და ამტკიცონის, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად არის, უკრაინაში არაფერი არ ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ეს ადამიანები, აი ეს ჩვენი აგენტები ზიან და იქით მიყავთ საუბრები, რომ თურმე ეხლა ევროპელები ისე დაეხმარებიან უკრაინას, რომ ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინას ექნება შანსი მიაღწიოს წარმატებას. ესაც დიდი ტყუილი, ამერიკელების დახმარების გარეშე ევროპას არაფერი არ შეუძლია და არ გააჩნია იმხელა რესურსი ევროპას, რომ უკრაინას 1800 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე იმხელა შეიარაღება მიაწოდონ, რომ გადაფარონ აი ეს ამხელა ფრონტის ხაზი. უბრალოდ არ აქვთ ამის რესურსი, იმიტომ რომ თვითონაც ამერიკაზე არიან დიდწილად დამოკიდებული შეიარაღების თვალსაზრისით და შემცირებული ჰქონდათ იარაღის და სამხედრო წარმოება. ეს არის და ეს. მაგრამ ევროპელები 1000 ჯერ და 100,000 ჯერ უფრო მონდომებით ეცდებიან იმას, რომ დამატებითი ცეცხლის კერა გაჩნდეს რუსეთის ირგვლივ კიდე სადმე და ეს სადმე აბა გამოიცანით სად არის. რა თქმა უნდა, საქართველოს რისთვისაც ამზადებდნენ აი ამ 30 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჭირდებოდათ და ზუსტად ერთი და იგივე როლი გქონდა ჩვენც და უკრაინასაც, უბრალოდ ჩვენ გონიერება გვეყოდა საქმეზე რომ მიდგა გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა და სამწუხაროდ უკრაინელებმა ეს ყველაფერი თავის დროზე ვერ გაიაზრეს და არიან იმ დღეში რა დღეშიც არიან და აი ეს ევროპელი ნაბოზრები, აი ამ ჩვენი აგენტურის პატრონები ვინც არიან, ყველაფერს იზავენ იმისათვის, რომ ტრამპმა და პუტინმა მშვიდობა არ დაამყარონ, ყველაფერს იზავენ, რომ ხელი შეეშალოს აი ამ მშვიდობას, რომ ამით ტრამპს მიაყენონ დარტყმა და ტრამპის ავტორიტეტი ხალხის თვალში დაწიონ და გააბანძონ, რომ ანახონ მსოფლიოს, რომ აი ტრამპი რო ამ რაღაცებს გპირდებოდათ, საქმეზე რომ მიდგა, ვერაფერიც ვერ გააკეთა. აი ამ ამოცანისთვის ევროპელები ყველაფერს იზავენ, ყველა ფულს დახარჯავენ, ყველა აგენტურას გამოიყენებენ და ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას და ჩვენ საზოგადოებას გვჭირდება განსაკუთრებული სიფხიზლე და სიფრთხილე, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ აი ამ საკითხებს და არ დაუშვათ ის, რომ აქ ჩვენთან რამე პროვოკაციების ხარჯზე და რა ვიცი, ეს ქვეყანა დავკარგოთ და ცეცხლის ალში რომ გავხვიოთ. აი ეს არ უნდა დაუშვათ ჩვენ არც საზოგადოებამ და არც ხელისუფლებამ. ეს არის რისი თქმაც მინდოდა დღეს აი ამ ვითომ ექსპერტებზე და ვითომ ამ პოლიტოლოგებზე და განათლებულ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ აი ეს უკრაინის ტრაგედია და უბედურება გააუბრალონ და ფუთავენ ისე, რომ თურმე მერე რა მოხდა.